ბოლო ნაწილში მე ვისაუბრებ დაბეჭდვის დეტალებზე, პრინტის ნაწილზე. რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც ნაწილს გავაკეთებთ page layout-ის ტაბიდან და რაღაც ნაწილს views ტაბიდან. როგორც წესი, ანუ Excel-თან მუშაობის დროს ეს ვიზუალი შეიძლება სხვადასხვა სახით იყოს წარმოდგენილი. ეხლა რა ვიზუალსაც ვხედავ, ანუ ესე არის უჯრები განლაგებული, ამას ქვია ნორმა. კიდევ არის სხვა დანარჩენი ვიზუალები, რომელიც აი მარჯვენა ქვედა კუთხეში არის განლაგებული. ნახეთ, ახლა მაუს რომ მივიდან, დასახელება გამოდის და წერია ნორმა. ეს განყოფილება იგივეა, რაც view-ში რო გადავიდეთ და ეს workbook views განყოფილება. აქედან გავაკეთებთ თუ აქედან გავაკეთებთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მე ამ ეტაპზე გამოვიყენებ აი ამ სიმბოლოს. მოკლედ, როგორც გითხარით, პირველი, ანუ ეს ვიზუალი არის ნორმალი. მე გადავდივართ მეორე განყოფილებაში და ეს არის page break-ის განყოფილება. Page break-ის განყოფილება ჩავთვალოთ, რომ აი ერთი A4 ტიპის თაბაღზე ამ შემთხვევაში როგორ გამოჩნდება მონაცემი, აი მაგას გვაჩვენებს ეს განყოფილება. თან შემიძლია ვაკონტროლო აქედან ხელოვნურად ეს საზღვრები, ეს თუ ერთი ფურცელია, მაშინ დავამბობ, რომ აი ეს იგანე ზედმეტად დიდია და შემცირება მინდა, შემიძლია ეს დავაპატარაო. ან სიტყვაზე header-ის და footer-ის ნაწილი გამოვიყენო. Header-ის და footer-ის განყოფილება არის განყოფილება, რომლის დახმარებითაც header-ის, ანუ სათაურის ფურცლის ზედა ნაწილის განყოფილებაში შემიძლია რაღაცა წარწერა გავაკეთო მთლიანი ცხრილის განმავლობაში. ანუ ვამბობ, რომ სიტყვაზე მინდა, რომ თვითონ დასახელება გავაკეთო და მარცხენა მხარეს მინდა ჩავწერ ცხრილი 1. სიტყვაზე შუაში შემიძლია რაღაცა ჩავწერო, მაგრამ აი ბოლო ნაწილში ნახეთ, აქ რო დავწერე, ავტომატურად სხვა ფურცლებზეც გადავიდა და ეხლა ქვამოთ რო ჩამოვსწროლო, იქაც იქნება ანალოგიური სიტუაცია. და ბოლო განყოფილებაში მინდა, რომ თარიღი ჩავწერო. თან ამავდროულად როგორ რაღაცა აყურე, ტაბის ღილაკში როაც გაპუნებ, მან ჩნდება უკვე header-ის და footer-ის ახალი ტაბი, სადაც მოცემულია ის დავალებები, ფუნქციები, რომელიც შეგვიძლია ამ ნაწილში გამოვიყენოთ. ანუ მე თუ ვამბობ, რომ ეხლა აქ მინდა ჩავსვა თარიღი, მე შემიძლია აი current date-ი გამოვიყენო, ჩავსვა, თვითონ ფორმულით სვამს, მაგრამ ნახეთ, სხვაგან რო დავაძგაპუნებ, გამოჩნდება დღევანდელი თარიღი. ანალოგიურად გამოჩნდება ყველგან, ნახეთ, ნებისმიერ ქვამოთ ჩამოწყობას რო ვაკეთებ, აი ეს იცვლება რო რამე, რო შეხედოთ, ამით აკონტროლოთ მის ცვლილება, ყველგან წერია ერთი და იგივე. მაგრამ ნუ ჩვენი ამ ვიდეოს თემა თავარი თემა ეს არ არის, აი ჩვენ უნდა გადავიდეთ ბოლო ნაწილში page break preview. და ამ განყოფილების მიხედვით მე შემიძლია, ესე ვთქვათ, ვიზუალურად ის ფორმა მივცე ამ established files, რაც მინდა რომ აი ფურცელზე ქონდეს. მოკლედ, აქ ხედავთ ლურჯი ხაზებით შემოსაზღვრულ განყოფილებას. თეთრი ნაწილი არის ის ნაწილი, რომელიც უნდა ამოიბეჭდოს. ლურჯი ნაწილია ის ნაწილი, ლურჯი არა, უფრო ნაცრისფერი არის ის ნაწილი, რომელიც არ ამოიბეჭდება. ეხლა რას ნიშნავს? თვითონ ავტომატურად ნიშნავს აი ამ თეთრ ნაწილში, ანუ ამ established ნაწილში, იმ ნაწილს, სადაც რაიმე ინფორმაცია წერია, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რიცხვი იქნება ტექსტით, რაღაც კომბინირებული ნაწილი. მაგრამ მე თუ ვამბობ, რომ აი მაგალითისთვის რო ვთქვა, რომ აი შეკვეთის ნომერი არ მინდა რომ ამობეჭდოს. ამიტომ შემიძლია ეს ლურჯი ნაწილი ხმოვკიდო, აუსით ხელი და გადმოვიტანო მარცხენა მხარეს. მოხვდა ნაცრისფერ ნაწილში, აი სვეტი უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს აღარ ამოიბეჭდება. მაგრამ აი ამ თეთრ ნაწილშიც არის აი ეს წყვეტილი ხაზი. წყვეტილი ხაზი ნიშნავს იმას, რომ ერთ ფურცელს რაც დაიტოვა, იმის საზღვრებს გვიჩვენებს. ანუ ეს ცხრილი აქ იხლიჩება, ესე იგი ერთი ფურცლის მისამართში, ქვედა ნაწილში გაიხლიჩება და ანალოგიურად ნახეთ, ყველგან არის ყველა ფურცელზე აბსოლუტურად ესე წყვეტილი ხაზი. თან ახლა როგორი თემა, პირველ ფურცელზე არა უშავს, მაგრამ აი მეორე ფურცელი რო ამოიბეჭდება, აი ამაზე იქნება მხოლოდ ორი სვეტი, რაც ახლა პრაქტიკაში თუ რამე განსაკუთრებული кейსი არ არის, დიდად არაპრაქტიკული. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, როგორ დავაკორექტიროთ რა? მე ვამბობ, რომ ჯერ რა მინდა იმას ვიტყვი იმას, რომ ეს თლიანი მონაცემი page 1 რაც აწერია რა, background-ზე თავად ხო ხედავთ, აქ წერია page 1 და აქ წერია page 52. იმიტომ წერია, რომ ნუმერაციას აგრძელებს ქვემოთ. ანუ ამის ქვედა ფურცელი იქნება page 2, მერე page 3, ესე ბოლომდე ჩავა და მერე აგრძელებს აქედან ნუმერაციას. და მე მინდა რომ აი ეს ვიზუალი ახლა რასაც ვხედავთ, ეს ყველაფერი
ჩანდეს მხოლოდ ერთ ფურცელზე, გაყოფილი არ იყოს. ამიტომ შემიძლია ეს წვეტილი ხაზი მოვკიდო ხელით და ზედა უწყვეტ ლურჯ ხაზთან გადავატა. ეხლა როგორ რაღაცა, მე რო გავაფართოვო ეს მონაცემი, შეიძლება ეს ნიშნავდეს იმას, რომ ფურცელზე მონაცემი უფრო ბევრი უნდა დაიწეროს, ერთ ფურცელზე მაქვს საუბარი, თუ ბევრი მონაცემი უნდა დაიწეროს, ესე იგი შრიფტს თვითონ ავტომატურად შეამცირებს, თან შეიძლება მდებარეობა ისეთი არ იყოს ფურცელზე, როგორც მე მინდა. მოკლედ, ეს ყველაფერი როგორ და რანაირად არ ჩანს, აი ამ page გავიხსენოთ page break previews განყოფილებაში. ეს ყველაფერი ჩანს, ნახეთ, ფაილში რო გადავალთ, print-ის განყოფილებას რო ავირჩევთ და აი აქ ფურცელი რო გამოდის, აი აქ ჩანს ყველაფერი. ეხლა რო ვუყურებ, იდეაში ყველაფერი მისაღები. ნორმალურია, ეს რეკვე სიგანეებიც ესეთ მისაღებია ჩემთვის, ან ჯამში არის ნახეთ 31 ფურცელი, ეხლა ვუყურებთ მე მხოლოდ პირველს. ეხლა თუ ეს მდებარეობები არ მომწონს, ესეთი რაღაცები, ან რა შეიძლება გავაკეთო? ერთი შემიძლია რომ ეს ზედმეტად ფართია, თქვა და მინდა რომ დავაწყვეტო. თუ მინდა რომ დავაწყვეტო, აქ არის merge-ები, საზღვრები რა, რომელსაც მზა ვერსიით Excel-ი თვითონ თავაზობ. ანუ კი მე შემიძლია ვუთხრა ჩემი პირადი, ესე ვთქვათ, მანძილები, მაგრამ აი აქ არის რამოდენიმე ჩამონათვალი და ვამბობ, რომ აი ყველაზე ვიწრო მზა ვერსია რომელიც არის, ეგ გამიგეთოს. და როგორც კი ამას ავერჩევ, ნახეთ, კი გავფართოვდა, მაგრამ ამასობაში მდებარეობა შეიცვალა რა, მაქსიმალურად მარცხენა მხარეს წამოვიდა და მე არ მაწყობს ჯობდა რომ ყოფილიყო შუაში, ხო? ამისათვის მე გამოვიყენებ, ნახეთ, page setup-ის განყოფილებას, რომლის დახმარებითაც მე შემიძლია უფრო გავაფართოვო და მეტი ბრძანება შევასრულო ამ setup-ის განყოფილებით. მოკლედ, ეხლა რა ხდება? Adjust to განყოფილება არის რამდენად მინდა მოიცვას ფურცელი. ახლა ესეთი თარგმანი შეიძლება გქონდეს. ეხლა Adjust to-ს ნაწილში 74% გააკეთა ავტომატურად. მოდი გავაკეთოთ. ოდნავ გავადიდოთ, რომ დავინახოთ როგორი ეფექტი ექნება, 80%. უთხრათ OK და ნახეთ, ოდნავ გადიდდება მონაცემი. უბრალოდ გადიდდა, მაგრამ მაინც არ გადანაცვლა შუა ნაწილში, ხო? ანუ კი, მასშტაბის ეფექტი ოდნავ გაიზარდა, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ მანძილები იქნება აი ფურცლის გვერდით განსხვავებული. ეხლა მე მინდა რომ ეს მანძილები ვაკონტროლო, თქვა რომ ესე კი არ მინდა აქეთ ვიწრო იყოს და იქეთ ფართე, მინდა რომ შუა ნაწილში იყოს და შესაბამისად აი ეს მანძილები იყოს ორივესთვის თანაბარი. ამისათვის ისევ page setup-ი გამოვიყენე და არ ვიყენებ adjust to-ს გაყოფილებას, ეხლა ნუ პროცენტს არ ვზრდი. იმიტომ რომ ზედმეტად ამ მასშტაბის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ცალკე აი ამ ბოლოს სვეტის ახალ ფურცელზე გადატანა, რაც იდეაში არ მაწყობს, ხო? მაგრამ მოდი ვცადოთ, განახებთ კიდევაც ვიზუალურად სატომაც არა. აი ახლა რომ შევავსო 100%-ამდე, ვუთხრა OK. კი ბატონო, ტექსტი ძალიან კარგად ჩანს, მაგრამ ამასობაში ნახე გაბევრდა ფურცლები და ბოლო ნაწილი რომელიც მქონდა, ხო? ის გადმოიტანა ცალკე გვერდზე. ამიტომ არ არის ყოველთვის აუცილებელი 100%-ით განზრდა. ისევ page setup-ს გამოვიზახებ და დავაბრუნებ 80%-ს. ვეუბნები OK-ს და გავაკეთებ. ეხლა ცენტრალურ ადგილას გადატანაზე ვეცდები რომ ავირჩიო Excel-ში. მოკლედ, page setup-ი გამოვიზახეთ ისევ და ამ შემთხვევაში შეგვიძლია გადავიდეთ აი merge-ის გაყოფილებაში. ეს საზღვრები ფაქტობრივად იგივეა, რაც აი აქედან ავირჩიეთ, უბრალოდ აი ამის შემთხვევაში Excel-ს გამზადებული ვერსიები ქონდა. ჩვენ შეგვიძლია აქედან ასე ვთქვათ, ჩვენ თვითონ მივცეთ მანძილის, ის რა ქვია, მანძილი მივცეთ ჩვენ თვითონ, ან უთხრავს რომ 0.25 კი არა, ჯობდა ყოფილიყო 0 და ასე შემდეგ. ეს 10 თაოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. და ჩემი დავალების თავარი თემა ის, რომ ეს ცხრილი გადასულიყო შუა ნაწილში არის აი ამ ორ განყოფილებაში. ჰორიზონტალურად შუაში და ვერტიკალურად შუაში, ანუ ზემოდან და ქვემოდან და გვერდებიდან ყველა ხრით მინდა რომ შუა ნაწილში იყოს. ეხლა ნახეთ, ვეუბნებით OK-ს და ამას გადაიტანს ავტომატურად შუა ნაწილში. ის რო აქ არ ჩანს უბრალოდ რო ამოვიდა შტება ფურცელი. იქ გამოჩნდება ყველა ვარიანტი.
კიდე რა შეიძლება გავაკეთოთ აი ამ page setup-ის დახმარებით, ამასაც გეტყვით, მოკლედ ეს ნაწილი მეტნაკლებად გავაკეთეთ. Margin-ის ნაწილიც გითხარით, header-ი და footer-ი იგივეა, რაც page აი ამაში რო გადავდიოდით დაიცა. აი აქ დასახელება page layout-ში ეს იგივენაირად შემიძლია გავაკეთო. აი ამ page layout-ის გაყოფილებიდანაც არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ მე მირჩევნია control S menu განვიხილოთ სრულად. ისე page setup-ი, ანუ Excel-ს აქვს როგორ რაღაცა ვყარეთ, ერთი და იგივე ბრძანება ძალიან ბევრგან არის ჩამოწერილი, რომ ანუ პრინციპი არის ის, რომ რომელიღაცაში მაინც შევძლებთ მარტივად რო ვიპოვოთ, ხო? ანუ თუ არ გახსოვთ კონკრეტულად ის ერთი მისამართი, აი რამოდენიმე მისამართია და შესაძლებლად შეგიძლიათ ეს რამოდენიმე მისამართიც რო გამოიყენოთ. ეხლა მე რა მინდა რომ გავაკეთო? მე მინდა რომ აი ეს სათაური, რომელიც იდეაში ამობეშტვის დროს ექნება მხოლოდ პირველ ფურცელს, იმიტომ რომ ნახეთ, ეხლა page-დან რო გადავიდე შემდეგზე, მეორე ცხელს უკვე აღარ აქვს ეს სათაური. არის და ამობეშტვილ ფურცელზე ჯობს, რომ აი ეს სათაური კონდეს ყველას, ხო, რომ გასაგები იყოს. ეხლა მინდა მისცეს სწორედ აი ეს ბრძანება, რომ ყველა ამობეშტვილ ფურცელს კონდეს აი ეს სათაური. ეხლა აი გვერდზე ვიქნებით თუ normal views გვერდზე, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აი ეს ბრძანება სათაურის გაყინვა, ასე ვთქვათ, მეხუთე სტრიქონის გაყინვა. იდეაში შეიძლება ნებისმიერი views განყოფილება. ეხლა გადავდივარ page layout-ის განყოფილებაში და ვირჩევ print types. დავაწყაპუნე და გამოდის ესეთი მენიუ. ფაქტობრივად ეს მენიუ იგივეა, რაც აი წეგან გამოვიძახეთ page setup-ის დახმარებით. იგივეა, იმიტომ რომ ნახეთ, აქ პროცენტები ავირჩიეთ, აქ მე ავირჩიეთ აი ეს მანძილი, მე მოვნიშნეთ ჰორიზონტალური და ვერტიკალური განყოფილება, აქაც იგივენაირად header-ი და footer-ი ხდებით, ანუ ბევრგან შეიძლება ერთი და იგივე ბრძანება განახორციელო. ეხლა მე მინდა ბოლო განყოფილება sheet. აი აქ print areas ნაწილში თვითონ ავტომატურად მონიშნა მთლიანი ცხრილი. მე თუ ამბობ, რომ აი მთლიანი ცხრილი არ მინდა და სიტყვაზე აი პირველი 1000 სტრიქონი მინდა მომნიშნო, მაშინ მე შემიძლია დავაკორექტირო და აი აქ ჩავწერო 1000. ხდებით, ანუ მისამართის დაკორექტირება ხელით შეგიძლია. მაგრამ თუ მინდა რომ ყველა ფურცელზე ერთი და იგივე სტრიქონი განმეორდეს, მაშინ გადავდივართ აი ამ rows to repeat as top. ანუ ზემოთ რაც მინდა განმეორდეს ის სტრიქონი. მისამართი უნდა მივდით. ოღონ აი ამ აქ რო დავაწყაპუნებ, აი აქ მოგვიწევს მთლიანი სტრიქონის მომნიშნა. თვითონ აკეთებს ეს რა, ანუ მე მინდა მარტო A1-დან, ერთი არა ბოდიში, A5-დან H5-მდე ამობეშტო, ესე არ გააკეთებს, ანუ მინდა არ მინდა, მთლიანად მომანიშნებს მთლიან სტრიქონს. ეხლა ვეუბნები OK-ს, ვიზუალურად რა თქმა უნდა, ეხლა არაფერი არ ეტყობა, მაგრამ ბრძანებას თუ მივცემთ ამობეშტვისას, ნახეთ, პირველ ფურცელზე ჩანს, გადავალ მეორე ფურცელზე, ნახეთ, მეორე ფურცელზეც ჩანს, მესამე ფურცელზე და ესე საკითხავად გამოჩნდება ყველა ფურცელზე. ეს არის